აბა ბიჭებო, რადგან გასახდელში მოხვედით, იმას ნიშნავს, რომ რაღაც საინტერესოზე გინდათ საუბარი. გითხარით რა გინდათ, რაღაცის შემოთავაზება გინდათ? მოკლედ გოგოებო, ჩვენ მაგარი შემოთავაზება გვაქვს. ოღონდ გთხოვთ, უარი არ გითხრათ. გოგოებო, ჩვენ გვინდა რომ ერთ ძალიან მაგარ ადგილას დაგვატიშოთ. რა ადგილას ბიჭებო? მოკლედ ჩვენ გვინდა რომ ერთად სხვა ქალაქში წავიდეთ. ეს გართობის ქალაქი არის, იქ საუკეთესო დროს გაატარებთ. ხოლო წინასწარმეტყველების ოთახები, საშიში ოთახები, ბევრი რაღაცაა, კოცნის შეხურები. კარგი თანახმოვართ და რომეო და არა, რომეო და ტიმური არ მოდიან. და გვინდა რომ არც თქვენ არ წამოიყვანოთ მაია და ნასია, იქ შეყვარებულების გარეშე მოიწყენენ. მაგრამ ჩვენ გუნდი ვართ და განუყრელები ვართ. ხო წარმოიდგინეთ რომ დავტოვოთ, არ გვაპატიებენ, გამორიცხულია. და რატომ უნდა გაიგონ? მათ არაფერი არ უთხრათ. ან მოვატყუებთ, რომ შობლებთან ერთად მივდივართ სადმე. და თქვენც მოიფიქრეთ რამე ტყუილი, რასაც ნასიას და მაიას ეთქვით. ბიჭებო, მოტყუება არ გვინდა, არ არის კარგი საქციელი. ხო, მართალია. ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ მხოლოდ თქვენთან ერთად გავატაროთ. არა რა, შოკში ვარ, სად არიან? სად არიან სმაილი და ზაკადი? ალბათ გოგოების ოთახში. მოიცადე, აქ რა საკეთებ? ჩვენ სმაილს და ზაკადს ვეძებთ. ახლა დარბაზში უნდა იყვნენ, მაგრამ არ არიან. იგივე სიტუაცია. დნს დაკნობას ველოდებოდით ბიბლიოთეკაში და არ არიან. კარგი, აბა ვნახოთ ჩვენი შეყვარებულები აქ თუ არიან. ხო, რა თქმა უნდა, დარბაზის გოგოების გამო გაცვალეთ. გოგოებო, გელოდებოდით ბიბლიოთეკაში. არა ეს სიყვარული და ყველაფერი მესმის, მაგრამ მართლა და გავიწყდით. უბრალოდ საუბრობდით. ბიჭებო, რატომ დაგვახარჯინეთ, რომ გოგოებს უნდა შევხვედროდით? ხო. სმაილ და ზაკად, ესე იგი დღეს ვარჯიში არ გვექნება? პაემაზე მიდიხართ? კარგი რომეო, გეყოფ, არანაირად იქცევი. ჩვენ გიშლით ხელს რომ პაემაზე წახვიდე? ზუსტად. კარგი ბიჭებო, წადით ივარჯიშეთ, იმიტომ რომ რომეო და ტიმური შეგჭამენ ახლა და ჩვენ გოგოებთან წავალთ ბიბლიოთეკაში. მესამე წიგნი უნდა წავიკითხოთ. გოგოებო, ჩვენ შემოთავაზებაზე იფიქრეთ. ვიფიქრებთ, მაგრამ ახლა არა და სხვათა შორის ეგ იდეა საერთოდ არ მომწონს. და ხშირად არ მოხვიდეთ აქ. ხო, შეიძლება ვიღაც იცვლიდეს. კარგი. ბიჭებო, თქვენ გაგიჟდით, ჩვენ აქ ვარჯიში გვაქვს, დარბაზში გელოდებით, თქვენ კიდე გოგოებს არ ეშვებით. კარგი ბავშვო, ნუ გსურს. მორჩა წავიდეთ. ასე რატომ გვიღებთ? გოგოებო, იმედი მაქვს არ დაგავიწყდათ. ბიჭები კარგია, მაგრამ გუნდი პირველ ადგილას უნდა იყოს. გოგოებო, არ დაგვიწყებია არაფერი, ყველაფერი გვახსოვს. მოდით ბიჭების გამო არ ვიჩხუბოთ. სხვათა შორის ტიმური და რომეო მარტო ხელები არიან, იფიქრეთ. გოგოებო, მე არ მინდა ურთიერთობა. ხო, არც მე და სხვათა შორის ბიჭები ძალიან დიდი პრობლემაა. კარგი, წავივალთ თუ არა? კი, წავიდეთ. მოპა, მომიჩვენე თუ გაბრაზებულები არიან, არ ვიცი. შენი კაკაო? გოგოებო, გუშინ კლუბში რო ვცეკვავდი, ყველა მე მიყურებდა და თან ტაშს მიკრავდნენ. რა? სერიოზულად? ბლონდი, რაღაც არ მჯერა, რომ შენ გიკრავდნენ ტაშს. არ გჯერა? ახლა მე გაჩვენებ და თქვენც დამიკრავთ ტაშს. ვაუ! ასე თუ იმოძრავებ, რა თქმა უნდა, ყველა დაგიკრავს ტაშს. და აი ასე ვიცეკვე და ასე და ასე. ჰეი, ბლონდი, აქ კოქტეილს ვთვალ, გაწიე შენი ფეხები. და ასე. რა ხდება აქ? ბაყაყი უბრალოდ აჩვენებს დანარჩენებს, როგორც ეყოდა გუშინ კლუბში. მე ვფიქრობ, რომ საშინელებაა, რას ფიქრობთ? დავიქრინჯეთ. ტაშს რატომ არ მიკრავთ, ხო ვცეკვავ? ქერა, რა გჭირს, შენ სკოლის კაფეში ხარ, საცეკვაო დარბაზში ხო არა? მასწავლებელო, მაიკ, ცეკვა, გრძნობებზე აყოლა, ტვინით აღარ ფიქრობ მაგ დროს, მინდა და ვიცეკვებ. ფეხბურთელებო, 3 პიცა გინდათ, გადაგინახეთ. კი, ყველით და პომიდორით. ფეხბურთელებო, ძალიან ბევრ პომიდორს ჭამთ. მასწავლებელო, მაიკ, პომიდორი უხდება პიცას. ხო, ძალიან გემრიელია. რა არის ეგეთ პიცაზე უკეთესი? მხოლოდ პიცა ანანასით. მე არ მომწონს ანანასის პიცა. გოგოებო, ტაშს რატომ არ მიკრავდით? აი, ეგეთი ცუდი იყო? ბლონდი, სიმართლე რომ გითხრა, საშინელება იყო. ხო, გირჩევ ცეკვაზე იარო, თორე არ გაქვს კარგი მოძრაობები. არ ვიცი შენ ვინ გიკრავდა ტაშს. ყველა, უბრალოდ არ გესმით თქვენ ცეკვის არაფერი. ხო, ბლონდი, მხოლოდ შენ გესმის ყველაფრის, როგორც ყოველთვის. სტელა, სად არიან ჩვენი ბიჭები? მართლა უკვე აქ უნდა იყვნენ. და კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიყოთ? რა უქნა იქეთ გასვლა არ მინდა. რატომ? ხო იცი, სტელა ყოველ წელს მკოცნის და მეხუტება, უკვე ძალიან დავიღალე. ისე სოფიც ძალიან ნერვებს მიშლის. თმაზე ყოველთვის ამას მიგეთებს და ახლა ყოველდღე გელის წას მომიწევს.
ხო და ჩვენ აქ ვიქნებით, დაველოდებით სანამ წავლენ, მერე გავალთ და პისას შევუკვეთავთ. და ჩვენი მოძებნა რო დაიწყონ. დაიწყებენ და გაჩერდებიან, მთავარია ჩვენ ჩუმად ვიყოთ. ჩუმად ვარ. ვინ არის მან ამდენ ხანს რატომ ხართ? გჭირდება. ვახ, რანაირად. როგორ ჩანს ბევრი პომიდორის წვენი დალიეს, შენ ჩუმად იყავ. ანუ არ გამოდიხართ არა? ტუჩსაცხით ხატავთ რაღაცებს სარკეშზე, ხო? პიცა მოგვეცი გასაღები. ხო, ვიღაც მოდის და სანამ აქ ხართ, არ გამოდის ხოლმე. ახლა ვნახავთ ვის უყვარს საპირფარეშოში ყოფნა საათობით. ხო, ამდენ ხანს ვინ არის საპირფარეშოში? შეგვაშინეთ. რატომ ხართ საპირფარეშოში? ხო, გელოდებოდით. მე უბრალოდ თმაზე გელს ვისვამდი, შეხედე როგორ არის. ხო, ზაკ, და ახლა წასვლას ვაპირებდით, ხო ასია? ხო, წავიდეთ. ბიჭებო, რა გჭირთ? გვატყუებთ? რაღაცას გვიმალავთ, არა? მოდით აქ. მოდით. თქვით. გოგოებო, აქ რა ხდება? რატომ არიან თქვენი ბიჭები ასე შეშინებულები? გვაიგნორებენ. არა, ჩვენ უბრალოდ თმას ვისწორებდით. მე რო ვიყო თქვენი შეყვარებული, მეც დაგაიგნორებდით. გოგოებო, ისინი ნამდვილები არიან და არაც სათამაშო დათუნიები, სულ რატო ეხებით? ხო, რატომ? სულელებო, იმიტომ რომ გვიყვარხართ. საწყალი ბიჭები ბაყაყებს ელოდებიან საპირფარეშოში, ზუბზაკ, რა გინდათ რომ შევკვეთოთ? პიცა. დავამთავრე. დიანა და კნოპა, სიმართლე გითხარით, რაღაცას გვიმალავთ, არა? ხო, ეს საუბრები გასახდელში რა არის ჩვენს გარეშე? დავამთავრე ძლივს. გოგოებო, არაფერს არ გიმალავთ, ჩვენ ხომ გუნდი ვართ, უბრალოდ შეყვარებულებს შორის საუბარი იყო. ხო, ჩვენს ბიჭებთან უბრალოდ საუბრობდით. დიანა და კნოპა, ტყუილი არ შეგიძლიათ. ვხედავ, რომ რაღაცას გვიმალავთ. და თუ საიდუმლოები გაქვთ, უბრალოდ გითხარით, რომ არ გინდათ რომ გვითხრათ და დამთავრდება. კნოპა, მოდი ვუთხრათ. ბანი, თქვენ და წიგნები რაღაც ახალია, ხვალ ალბათ იწვემებს. ლეილა, იცი, წარმოიდგინე გვიყვარს კითხვა, უბრალოდ შენს ცხვირწინ არ ვაფრიალებთ. ხო, გოგოებო, გითხარით. ხო, გელოდებით, მალე. გოგოებო, აქ არა, ზედმეტად ბევრი ყურია. იცით რა, ჩემი ყურები თქვენს საიდუმლოებებს არ უსმენენ, გაიგეთ? კარგი, კაფეში წავიდეთ და იქ გითხარით ყველაფერი. ხო, იქ არავინ არ მოგვისმენს. კარგი, წამო. არა, კოსტია, შევიცვალე აზრი, ვერ შევხვდები შენს მშობლებს. ძალიან მერიდება, ძალიან. სალინა, ვისი? დედა ჩემის, მამა ჩემის, ბებიის თუ ბაბუის? თუ ძაღლის და გადისიც გწხვენია. კი, კოსტია, ძაღლისაც კი მრცხვენია. კოსტია, არ ვარ მზად, რა უნდა ვუთხრა მათ? სალინა, შენ არაფრის თქმა არ დაგჭირდება. ყველაფერს მე ვიტყვი, რომ ჩემი შეყვარებული ხარ და მიყვარხარ, ჩილიდერი რომ ხარ და ულამაზესი რო ხარ. კარგი, კოსტია, გამოვაცხობ ბროკო. ხო არ დაგავიცდა, ბროკოლის გარეშე. კარგი, მაშინ ჭიქებს ვიყიდი ზებრის პრინტით, რა სიტყვი? ხო, კარგი იდეა. ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კიდევ ვიღებთ ხალხს იოგაზე. კოსტია და ზალინა, მინდა შემოგთავაზოთ პირველი სატესტო გაკვეთილი. რა იოგა, გავარ ადამიანს, რომელიც იოგას აკეთებს, მაგრამ ზალინა შეუძლია წამოვიდეს, არ მადარდებს. კოსტია, მხოლოდ შენთან ერთად. კარგი, გასაგებია, დაგამატებ ციაში, ხვალ არის სატესტო გაკვეთილი. ხო, მაგრამ არ მინდა. კოსტია, ჩემ გამო. მეგობრებო, დაწერეთ ყველაფერი. დიახ. კარგი, როულები დაალაგეთ. და ახლა ჩემ შეკითხვას უპასუხეთ. გინდათ რომ სამუდამოდ ლუზერები იყოთ? არა, მაგრამ მასწავლებელო მაიკ, ხომ იცით რომ ასე გვიცნობს ყველა რა აზრი აქვს? მეგობრებო, თქვენ საკუთარ თავს ლუზერებად თქვენ თვითონ მიიჩნევთ. არ და ჩვეულებრივი ადამიანები ხართ, როგორიც ყველა. მასწავლებელო მაიკ, მე ლუზერი არა, კარინა ვარ. მეგობრებო, დაიმახსოვრეთ, არ არსებობს ლუზერების მარკა. თქვენ უბრალოდ კარგად უნდა ისწავლოთ და რაღაცები გააკეთოთ. ისე მე მომწონს ლუზერად ყოფნა, პასუხისმგებლობა არ მაქვს. ხო, მეც თანახმოვარ ლუზერობაზე. იცი რა ბროვასტი, არ მინდა ლუზერთან ყოფნა. ჩემი შეყვარებული მაგარი ბიჭი რომ ყოფილიყო, მაშინ მეც არ ვიქნებოდი ლუზერი. გაიგე? კარგი, მაშინ შეგვიძლია დავშორდეთ. შენ თუ ლუზერი ხარ და აქეთ მეუბნები. მოიცადეთ ერთი წუთი, მასწავლებელ მაიკს მოусმინოთ, ცუც არაფერს გვირჩევს. მეგობრებო, მოდით ჯერ პატარა რაღაცებით დავიწყოთ. მაგალითად, ხვალდილი 6 საათზე სირბილით, ასე ჯანსაღები და სპორტულები გახდებით. არა, მასწავლებელ მაიკ 6 საათზე გაგვიძება, ჩემთვის არ არის, ძილი მიყვარს. მე თანახმოვარ. მე არა. ჩვენ თანახმოვართ მასწავლებელო მაიკ, მოვაცარბენად. კარგია მეგობრებო, მოდით ლუზერობას უარი ვუთხრათ. არა. კი. მეგობრებო, სერიოზულად, ჩუმად ყოფნას აპირებთ? ხო რა იყო, მთელი ვარჯიში არაფერი არ გითქვამთ. და თქვენ რაზე უნდა გელაპარაკოთ? თქვენ თვითონ რაღაც საიდუმლო გაქვთ და გოგოებს ოთახში აჩურჩულებით.
მეგობრებო, ხო იცით ეს არასწორია, რაც კრომა და ზაკატი ერთად არიან, იმის მერე თავს ჩვენგან შორს იჯერთ. კარგი ბიჭებო, მართლა ზედმეც ფიქრობთ. კარგი ბიჭებო, ჩვენ ყველაფერს გეტყვით. ოღონდ პირობა უნდა დადოთ, რომ ჩვენზე არ გაბრაზდებით. ვერასმენ, იმიტომ რომ გააჩნია რა სიტყვი. ბავშვო, ჭკვიანი ნუ იქნები. მოკლედ, ჩვენ გვინდა გოგოებთან ერთად გასართობ ქალაქში წავიდეთ. მაგრამ თქვენს გარეშე და არ გაბრაზდეთ. აჰა, ყველაფერი გასაგებია. არა, გაბრაზებულები არ ვართ, იმიტომ რომ არ გვადარდებს. აი, სუსტად ამინდო არ მინდოდა რომ მეთქვა. იცი რა სმაილ, ურთიერთობები მაგარია, მაგრამ მეგობრობა და ჯგუფი პირველ ადგილას უნდა დააყენო. მოიცადე ტიმურ, ამას შენ მეუბნები? კარგი ხო, წადი თქვენ გასართობ ქალაქში და კარგად გაერთეთ. ძალიან მაგარი მეგობრები ხართ. კარგი და რომც წამოხვიდეთ იქ რა უნდა ქნათ, უბრალოდ მოიწყენთ. და რატომ გადაწყვეტე რომ მოვიწყენთ? ან გასართობ ქალაქში რატომ უნდა მოვიწყინოთ? მე და რომეო საშის სახლში შევალთ. ხო, და რო იტირებ მერე რომეო დაგაწნარებს. სმაილ, ძალიან უხეში გახდი, ჩვენ არაფრის არ გვეშინია. აბა მეგობრებო, შევიგდეთ? ხო, კარგი. კარგი ხო, წამოდით ჩვენთან ერთად, მაგრამ იცოდეთ, არასწორად თუ მოიქცევით, ეგრევე სხვა სახლში გადახვალთ. სხვა სახლში? ხო, სხვა სახლში. და რა სიტყვით მე რონასწია დავპატიშო და ტიმურმა მაია. რომეო, შენ ხო კარგად იცი რომ მე დიანა მომწონს. ტიმურ, დიანას დავიწყების დროა. არა სმაილ, არ დავივიწყებ. იყავი შენ დიანას შეუყურებული, მე მასე დავქორწინდები. კარგი მორჩა, უკვე მართლა ძალიან დავიხალე, ეს არსად არ წამოვა. გამარჯობა ბანი, თქვენი კაკაო დღეს ძალიან მაგრად გამოიყურებით. მადლობა პიცა, შენ ძალიან მაგრად გამოიყურები. მადლობა გოგოებო. ბანისგან კომპლიმენტის მოსმენა ძალიან კარგია. კარგი გოგოებო, მოგусმენთ, ოღონდ გთხოვთ, არ გაბრაზდეთ. მე და ბიჭები, კნოპა, მე, სმაილი, ზაკატი, გვინდა რომ გართობის ქალაქში წავიდეთ. ჩვენც? არა, თქვენ გარეშე გვინდოდა წასვლა. ჩვენი იდეა არ იყო, ბიჭების იდეა იყო. მოიცადე რა, ჩვენ გარეშე? ეს ნიშნავს, რომ არ ვეკუთვნით, თქვენთან არ გვაქვს ადგილი? გოგოებო, დაწყნარდით, წამოხვალთ ჩვენთან ერთად. მაგრამ სმაილმა და ზაკატმა არ იციან, ამიტომ სხვა სახლში უნდა იყოთ. გასაგებია, ჯერ სხვა სახლი, მერე სხვა ქალაქი და ესე გაგრძელდება. მერე სხვა გუნდი. გოგოებო, იცით რა, უბრალოდ ჩვენს ბიჭებთან გვინდა დროის გატარება, მარტო. ხო, ეს ნორმალურია. გასაგებია, მაგრამ შეგვიძლია უბრალოდ არ წამოვიდეთ. ან წავიდეთ ტიმურთან და რომეოსთან ერთად, როგორც მეგობრები, სანამ თქვენს ბიჭებთან იქნებით. კარგი, ეგრე იყოს. კარგი, ახლა ზაკატს და სმაილს უნდა უთხრათ. რა სასაცილოა? ვიცოდი, რომ გასართობ ქალაქში მიდიოდნენ, აი ვიცოდი. ბლონდი, გაიგე? ვიცოდი, რომ ეს არ ჩაფლავდებოდა, ყოველთვის მესმის ხოლმე. კარგი, ესე იგი, გასართობ ქალაქში მივდივართ? იქ წავალ, სადაც ისინი წავლენ. ხო, ბანი სადაც წავა, ჩვენც იქ ვართ. თან ბიჭები წამოიყვანეთ. რა, ბლონდი არ მინდა რომ წამოიყვანონ. ჩვენ საშის ოთახში შევალთ და შეგაშინებთ. ბიჭებო, ჩვენ შეგაშინებთ. ხო, პატარა სათამაშო ტარაკნებს ვიყიდი და საკმელში ჩაგიგდებთ. ხო, მაგარია. სასაცილოა. გოგოებო, ჩვენთან ერთად თუ წამოხვალთ, დღეს ჩემს სახლში წავიდეთ და ავარჩიოთ ტანსაცმელები, რასაც წავიღებთ. დიანა, რამდენი აუთფიტი უნდა გამოვიცვალოთ? 10. 20 იყოს, რომ დღეში 4-ჯერ გამოვიცვალოთ. კარგი, ჩვენ 40 წავიღოთ. ხო, 2-ჯერ მეტი. ვიღაცამ გადაწყვეტა რომ გვაჯობოს. მოკლედ, გოგოებო, უნდა ვილაპარაკოთ. ხო, სმაილ, მიდი ახალი ამბავი უთხარი. კარგი, ბიჭებო, ვისაუბროთ. ჩვენც გვაქვს ახალი ამბები. გოგოებო, მოდი პირველები ჩვენ გეტყვით. ზოგადად გოგოებს უნდა დახუთმოთ, მაგრამ კარგი გისმენთ. მოკლედ, ხო იცით, ამათ ვერაფერს ვერ გამოვაპარებ და უკვე გაიგეს, რომ გასართობ ქალაქში მივდივართ და ჩვენთან ერთად მოდია. თქვენთან ვართ. თითქოს გულიდან ლოდი მომეხსნა. ხო, აი ამათ მეც გაიგეს და ისინიც მოდიან ჩვენთან ერთად. თქვენთან ვართ. ბიჭებო, წყლის მატრასზე ჩვენ დავიცინებთ. კარგი. გოგოებო, ჯაკუზი ჩვენია მთელი. კარგი, მე მასაჟი მინდოდა ისედაც. კარგი მეგობრებო, მაშინ ჩანთები ჩაალაგეთ. ბილეთები კვირისთვის ვიყიდეთ. კარგი, ძალიან გავერთობით. გართობის ქალაქი გველოდება, ხო? ჩაალაგეთ. Yes! გართობის ქალაქი ჩვენს გველოდება. Yes! ჩვენ შეგაშინებთ. სოფი, მე არ შემეშინდება, ჩაგეხუტები. მოიცადე, ეს გაიგეთ? კი. ბაყაყებიც მიდიან გართობის ქალაქში? მარტო კი არა, გომეშვებთან ერთად მივდივართ. ძალიან გავერთობით. იმედია სახლში შემხვდებიან. მეგობრებო, გავიგონეთ, რომ გასართობ ქალაქში მიდიხართ და ჩვენც გვინდა რომ წამოვიდეთ. მამაჩემ შეუძლია რომ ავტობუსით წაგვიყვანოს. რა? ჯანდაბა, რამდენი ყურია ამ სკოლაში? გავერთობით კვირას. მე აუცილებლად საშის სახლში უნდა წავიდე. არა, უშავს ჩვენ ვერავინ შეგვაწუხებს, წავიდეთ ჩემს სახლში და ჩავალაგოთ აუთფიტები, გოგოებო? ხო. თქვენთან ვართ. კარგი,
ბავშვებო, თქვენ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ და ჩავალაგოთ. კარგად! ოღონდ იცოდეთ, ავტობუსში ჩიპსები არ უნდა შეჭამოთ. ხო, არავინ აწმინდავს. მეც წამოვალ, ძალიან მიყვარს საშიში რაღაცეები.